ბავშვობის სტრესი. პირველი სტრესი ალბათ იყო მაინც რომ 3 წლის განმავლობაში ვცხოვრობდი მოსკოვში, ბებიასთან და ბაბუასთან ერთად და მერე უცებ ჩამოვედი თბილისში, სადაც არავის არ ვიცნობ, ნუ დედას და მამას ვიცნობდი, მაგრამ მაინც ესეთი ხშირი შეხება მაინც და მაინც არ მქონია, არ ვიცოდი ქართული აბსოლუტურად ერთ სიტყვას ვერ ვამბობდი და რაღაც აი ალბათ რთული მომენტი იყო და სავარაუდოდ რაღაცეებში მერე იჩინა კიდეც თავი. ადაპტაცია და შეგუება გარემოსთან. ადაპტაცია შეგუება და მაინც მგონია რომ ძალიან რთულია, როცა ენა არ იცი და რაღაცნაირად სხვა სამყაროში ხდება. მქონდა კომპლექსი? კომპლექსი დიდად არ მქონდა. ქართულიც მესმოდა, უბრალოდ მე ვერ ვსაუბრობდი ხოლმე და მაგის მერე რაღაც მახსოვს რომ გავიზარდე, ცოტა მიჭირდა იმის მიხედვით რომ ქართულს უკვე ძალიან კარგად ვფლობდი სკოლის ასაკში და პრინციპში ბაღშიც, მაინც მიჭირდა ხოლმე ჩემი აზრის ხმამაღლა გამოხატვა, იმიტომ რომ ალბათ მიჩვეული ვიყავი რომ ბევრს ფიქრობდი, სანამ რუსულიდან ქართულად გადავთარგმნიდი და ეს რაღაც პროცესები რაღაცნაირად ჩამრჩა, მაგრამ ეხლა მე მგონი რომ აღარ მაწუხებს დიდად ეგ ამბავი. მშობლებთან კონფლიქტი მოხსნია? დედასთან ნაკლებად, მამასთან უფრო მეტად, იმიტომ რომ ერთად არ ვცხოვრობდით და რაღაცნაირად, როდესაც ადამიანთან ერთად არ ცხოვრობ, რთულია რომ გაიგო კონკრეტულად რანაირი პიროვნება ის და რაღაცას თუ აკეთებს, რატო აკეთებს. ამიტომ რაღაცები იყო, მაგრამ ნუ ეხა უფრო კარგად ვიცნობთ ერთმანეთს, მეც, ჩემი მშობლებიც უფრო მეტად მაფასებენ, ალბათ ეხლა უფრო ხდებიან, რაზეც ადრე ესე ვთქვათ, არ ვიცი, რაღაც პრეტენზიები ქონდათ ჩემთან, ეხა იციან. აპროტესტებდნენ რამეს, ხო? რა თქმა უნდა, აპროტესტებდნენ კი. ნუ მამაჩემ თითქმის ყველაფერს აპროტესტებდა, იმიტომ რომ ჩემი აზრით არ ვიყავი ხა დიდად განსხვავებული სხვებისგან, მაგრამ მისი თვალით მაინც რომ ძალიან ხშირი შეხება რო არ გაქვს ბავშვთან და რაღაც გარდატეხის ასაკში, რომ ისეთ რაღაცებს აკეთებს, რაშიც ახსნა დიდად არ მოიპოვება და ცოტა რთული იყო მისთვის ალბათ ეს ყველაფერი. ქონდა პერიოდი, როცა არ ელაპარაკებოდი რომელიმე მშობელს? კი, მამასთან მქონდა ეგეთი პერიოდი. დიდხანს გაგზავნა? არც ისე. მეტნაკლებად ვიტყოდი. ნუ ესე რომ არ ველაპარაკებოდი და უარყავით ერთმანეთი, ეგრე არ ყოფილა მთლად, მაგრამ რაღაც პერიოდი ქონდა, რომ ალბათ ორივეს გვერდში ვნა, რომ ცალ-ცალკე ყოფილიყავით, დიდად არ მოგვეხვია ჩვენი აზრები ერთმანეთისთვის თავს და ალბათ ზუსტად აი ამ პერიოდმა დააბალანსა ჩვენი ურთიერთობა. ტრავმა იყო მშობლების დაშორება? არა, სულ ვამბობ ხოლმე, რომ კიდევ კაი მეთქი დედა ჩემი და მამა ჩემი დაშორდნენ, იმიტომ რომ ალბათ ერთად რო ყოფილიყვნენ, ძალიან ბევრ რაღაცაში ვიქნებოდი შეზღუდული, იმიტომ რომ ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული ტიპაჟები არიან. და ჩემი საერთოდ სხვანაირად ვიცნობს, მამა ჩემი სხვანაირად ვიცნობს და აი მაგათი იდეები ერთმანეთთან ახლოსაც კი არ არის და ერთად რო ყოფილიყვნენ, ალბათ მეც ესეთი არ ვიქნებოდი და იმდენად კმაყოფილი ვარ ჩემი ზოგადად აი ბავშვობის წლებით და თინეიჯერობით, რომ რთული იქნებოდა რომ ვიღაცას უფრო მეტად შევეზღუდე. ამიტომ სტრესი კი არა, პირიქით მე მგონი რომ კარგი ამბავი მოხდა ჩემთვის. სცენაზე უფრო სექსუალური ხარ თუ ცხოვრებაში? არ ვიცი, მართლა არ ვიცი. არ ვფიქრობ საერთოდ რომ სექსუალური ვარ, მაგრამ ალბათ უფრო პირად ცხოვრებაში, არ ვიცი. ნუ სცენა მაინც რაღაცა სამწუხაროდ რეალობიდან გამომდინარე ვერ ვახერხებ რომ გავაკეთო, თუნდაც შოუს თვალსაზრისით ძალიან იშვიათად ხდება ისე რომ როგორიც მე მინდა კონკრეტულად რომ გავაკეთო, ისეთი რომ გამოვიდეს, ან იმის ნახევარი მაინც რომ გამოვიდეს და ესე რთულია რაღაც თუნდაც სექსუალურობის ჩვენება, მაგრამ მაინც ჩემი ტიპაჟიდან გამომდინარე, მაინც და მაინც სექსთან არ მგონია რომ ასოცირდებოდი. ალბათ პირადში უფრო მეტად. რითი кайფობ? ყველაფრით სხვათა შორის, აი ცუდი ამბებითაც კი. ამ ბოლო დროს ჩემთვის აღარ არსებობს რაღაც ბარიერი, აი თეთრი და შავი ნაკლებად არის, ცუდი და კარგი, ყველაფერი რაც ხდება, ჩემთვის რაღაც მომენტში კარგი არის და საკაიფო არის. ამიტომ ძალიან ბევრი რამ, ყველაფრით თუ არა, ძალიან ბევრი რამით кайფობ. და ბოლო პერიოდში რატო რამე მოახდინა გარდატეხა? შენს ცხოვრებაში? რაღაც ჯანმრთელობის პრობლემები მქონდა ისეთი, რომ ცოტა სანერვიულო იყო და მე არ ვიცი, უცნაურად მეჩვენა თავიდან, მაგრამ მე წავიკითხე, რომ თურმე ნორმალურია, რომ როდესაც რაღაც ძალიან ცუდი ან რაღაც, ნუ მეტნაკლებად ცუდი ხდება, ადრენალინის მოზღვავება ხდება და შეიძლება კი არ შეგეშინდეს და რაღაც დეპრესიაში კი არ ჩავარ და პირიქით ძალიან მოტივირებული შეიძლება შეხვდე და თავიდან ვფიქრე, რომ ალბათ მეთქი ვერ ვარ, იმიტომ რომ ცუდი ამბავი რატო გამიხარდა, ვერაფრით ვერ მივხვდი და მე მივხვდი, რომ ეს ადრენალინის მოზღვავების გამო ესეთი რაღაცებიც ხდება რა. ყველაფერი კარგადაა ეხა ჯანმრთელობის? ხო, ეხა კარგად არის და გარდამტეხი ეს იყო, რომ პირველ რიგში გავარკვიე, რომ შეიძლება სულ სხვანაირად აღიქვა ყველაფერი და ყველაფერი ისე არ არის, როგორც სხვები ყვებიან და ამავდროულად აი ამ რთულ მომენტში ორმაგი კომბო კარმა დამიბრუნდა, ესე რომ ვთქვათ, რაც ჩემი ცუდი გაკეთებულიც დამიბრუნდა და კარგი გაკეთებულიც დამიბრუნდა და ეს იყო რაღაც აი ფაქტიურად ნეტარების ტოლფასი. ნარკოტიკით კი кайფია? კი, სხვა, ნუ მაინც და მაინც არ გამიჩხერია და ესეთი რაღაც მძიმე ნარკოტიკების მომხრე არც ვარ და არასდროს არ მოვიხარ, მაგრამ ესე მსუბუქი რაღაცები კი. ეპატაჟზე შეგნებულად წასულ ხარ?
არ წავსულა, იმიტომ რომ დიდად ეგეთი იდეები სიმართლე რომ გითხრა არ მაწუხებს ხოლმე არასდროს, იმიტომ რომ ჩემთვის ის საქმე, რასაც ვაკეთებ, იმდენად ორგანული არის და იმდენად არ ვიცი რაღაცა როგორც შინაგანი რიტმი, ჩემთვის ისე არის მუსიკაც, ზოგადად შესრულებაც, სცენაზე გამოსვლაც და ბევრს მართლა არ ვფიქრობ ხოლმე რით შეიძლება რომ გავხდე ამ პოპულარული, ანუ რაღაც უფრო მეტად მოვიხვეჭო სახელი ან რაღაც ეგეთი. ალბათ ბუნებრივად რო ვაკეთებ მაგის გამო რომ დღემდე მოვაღწიე და არ დავიკარგე ასე რომ ვთქვათ იქ საიდანაც გამოუჩნდი. რეალურად არც მღერი იმისთვის რომ ვიღაცამ გაიგოს ჩემი სახელი ან რა მაგარია ნინა იძახოს. ამას ვაკეთებ უბრალოდ იმიტომ რომ მე თვითონ ძალიან სიამოვნებს და თუ ეს სხვასაც სიამოვნებს ძალიან კარგი. ადამიანები მალე გბეზდება? კი. მალე ბეზრდება ის ადამიანები, რომლებიც ესე ვთქვათ, მალე მოსაბეზრებლები არიან. თუ ერთ კვირაში მოვახერხეთ ისე რომ ისე გაგიცანი რომ აბსოლუტურად ყველაფერი ვიცი შენზე და აღარაფერი საინტერესო აღარ არის შენში, რა თქმა უნდა, მობეზრება ხცუდი სიტყვა, მაგრამ დიდად ხო აღარ დამაინტერესებს სავარაუდოდ და ეგეთები არიან მეტნაკლებად ნამდვილად. ხშირად და ბევრი? ხშირად და ბევრს ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ არ ვარ დიდად ადამიანებში გათქვეფილივით, ხშირად არ ვიძენ ახალ ნაცნობს, უბრალოდ ვიძენ, მაგრამ ისეთი რაღაც სახის ურთიერთობა, რომ ძალიან ახლობლური და მეგობრული და მე შევხვდეთ სადმე წავიდეთ და ერთად გავატაროთ დრო, დიდად არ მაქვს ხოლმე ეგრე. ამიტომ ხშირად ვერ ხდება ეგეთი რაღაცები, მაგრამ მაინც ხდება ხოლმე, ხო? უკომპლექსობაც კომპლექსია? თუ ხა იმის გამო ხარ უკომპლექსო, რომ გინდა რომ კომპლექსები არ ქონდეს და რაღაცებს მალავ, ეს უკვე კომპლექსია ნამდვილად, მაგრამ მაინც ალბათ უკომპლექსო ადამიანი არ არსებობს. მეც ეგრე ვიყავი ბავშვობაში, რომ არაფრის კომპლექსი მეგონა რომ არ მქონდა. მე რისი კომპლექსი აღმოგაჩნდა მე რაც დააფიქსირე? აღმოვაჩინე, მაგრამ უფრო მეტად მივხვდი, რომ ყველაფერი რაც ხდება, თუნდაც რაღაც ჩემს სიმღერაში ჩემივე დაწერილი თითოეული ფრაზა რაღაციდან გამომდინარე არის და არ არსებობს თავისუფალი აზრი, რომელიც რაღაცაზე მის გარეშე უცებ ესე გამოჩნდა. ყველაფერი რაღაცასთან არის კავშირში და ხანდახან ისეთ რაღაცებთან არის კავშირში, რომ ძალიან ღრმა ბავშვობაში მოხდა და ვერ იხსენებ უბრალოდ და ვერ აკონკრეტებ და ეს რაღაცებიც უკვე კომპლექსი არის. თუ ხელს გიშლის, თუ ხელს არ გიშლის, უკვე აღარ ითვლება. კლასის დამრიგებელი, მართლა სექსუალურად გავიწროვებდა? ფაქტიურად, ხო. რაღაცა გენდერის ამბავი იყო ჩემი აზრით, იმიტომ რომ ბიჭები ბევრად უფრო საინტერესო ტიპაჟები იყვნენ იმისთვის, ბევრად უფრო კარგად ეპყრობოდა ყოველთვის ბიჭებს და გოგოებს რაღაც არ ვიცი ისე მკაცრად რომ ეგეთი სიმკაცრე მეგონი არ თვითონ სკოლაში არ უნდა არსებობდეს და ჩემთვის კონკრეტულად ხა რო ვიხსენებ ის სკოლა სადაც ვსწავლობდი მაგ დამრიგებლის გამო მართლა შენობა არ მინდა რომ დავინახო რა რო გავდივარ არ უყურებ შენობას იმიტომ რომ სტრესი იყო ჩვეულებრივი გოგოებს ფაქტიურად არაცდიდა რომ ეს თავისი ქალური რაღაცები გამოევლინათ თუნდაც პატარ-პატარა სამკაული ხა მესამე კლასის მოსწავლე მეოთხე კლასის მოსწავლე უბრალოდ ვერ ჩაიცმევს ისეთ რაღაცას და ვერ გააკეთებს ისეთ რაღაცას რომ არიქა და ძალიან გამომწვევი იყოს არ გამოუშვებენ სახლიდან უბრალოდ ეგრე და მორჩა და პატარ-პატარა დეტალებზე ისე ეკიდებოდა ხოლმე გოგოებს და სამკაულზე და თმაზე არ მაქვს ხა კონკრეტულად უბრალოდ სხვის ისტორიები არის უკვე და არ მინდა რომ იმათი ისტორიები ესე მე მოვყვე მაგრამ ფაქტიურად ხო ძალიან ავიწროებდა და მშობლები არ აპროტესტებდნენ ამას თუ ვერ იგებდნენ ყველას მაინც გონია ხოლმე რომ ბავშვია იგონებს იმიტომ რომ მასწავლებელი არ მოწონს იმიტომ რომ სამიანი დაუწერეს და რაღაც ვითომ გაამიზეზა და ამიტომ არავისთვის არ იყო პრობლემა და ხდებოდა მაგრამ დამრიგებელია უფროსია რასიზა ვერ შეეწინააღმდეგები დედას ვერ ეტყვი გაგამტყუნებს ეგეთი თემები იყო უფრო მეტად და მაინც რო გეთქვა აზრი არ ქონდა მithქვამს მე მაგრამ იმ მომენტში რა მომენტშიც მე ვთქვი არანაირი შედეგი არ გამოიყო მაგრამ მე ერთი წლის შემდეგ უკვე იმდენად დამღლელი იყო ეს ყველაფერი რომ დედა ჩემს უთხარი რომ არ არსებობს რომ მე იმ სკოლაში დავბრუნდე და აუცილებლად უნდა გადავიდე და შემდეგ რა თქმა უნდა გადავედი იმ სკოლიდან. ეჭვიანობის გამო ადამიანი დაგიკარგავს? არასდროს, იმიტომ რომ საერთოდ არ ვარ ეჭვიანი. რაღაც მომენტებში ვარ ხოლმე, მაგრამ ჩუმად ეჭვიანები რო არიან, რომ გაიგებენ და ჩუმად ელოდებიან რაღაცა ხაფანქში როდის შეყოფს ადამიანი ფეხს, ეგრე არ ვარ. თუ რაღაც მაწუხებს და ეჭვი მღრღნის შინაგანად მირჩევნია რომ თავიდანვე გავარკვიო და გავიგო თუ რაღაც ისეთი ხდება რაც პრობლემა არის, აუცილებლად უნდა მოვაგვაროთ. გამართლებულა შენი ეჭვი, როდესმე? ჩემი ეჭვი ფაქტიურად ყოველთვის მართლდება ხოლმე, თუ ძალიან არ გავჭირდება
მოვჭედე და რაღაც ვიღაცას არ გადავეკიდე მაინც და მაინც, მაგრამ ესეც ნუ ძალიან იშვიათად ხდება და თან ესე მგონია რომ რაღაცაში რომ გავჭედავ ხოლმე, ისეთ მომენტში ვჭედავ რომ აღარ ვაძლევ აი იმ სიტუაციას განვითარების საშუალებას, რაღაცა პროტექშენი მაქვს ხოლმე ერთგვარი რა, რომ აღარ განვითარდეს იმისკენ, რაც რისკენაც არ მინდა რომ განვითარდეს. მეუღლესთან ეჭვიანობის ნიადაგზე გაგიჭედია? არასდროს. რა გიშუშებს ნაიარევს? ალბათ ჩემივე გადაწყვეტილება რომ ეს ნაიარები უნდა მოშუშდეს და აღარ არსებობდეს. დროის ამ ფაქტორიც ცოტა არ მჯერა. იმიტომ რომ არის ესეთი რაღაცები, რაც ყოველთვის ისერჩება, როგორც არ ვიცი, თავდაპირველად იყო და შენ თუ გადაწყვეტ რომ ეს აღარ იყოს ნაიარები, ალბათ აუცილებლად მოშუშდება. რამდენი პარტნიორია ქალისთვის ბევრი? არ ვიცი, აი თვითონ ამდენსაც გადაწყვეტს რომ ბევრი არის, ყველას თავისი საზომი აქვს რა ეხა. აი ალბათ ისე არ უნდა იყო, რომ ყველანაირი იდეა დაკარგოს იმ ფაქტმა, რომ ვიღაც შენი პარტნიორი არის, ისე თუ ხარ გათქვეფილი, რომ პარტნიორი აღარ არის და უბრალოდ რაღაც სხვა ფორმა აქვს ამას, უკვე ბევრიც არა ცუდი არის, ალბათ შენი ფსიქიკისთვის სავარაუდოდ. ესე თუ გაცნობიერებულად აკეთებ რაღაცებს და ქსიამოვნებს და პარტნიორი რაღაცას უკავშირდება, უკვე რამდენიც გინდა, რა ვიცი. რომელიმე სექტაში გაწევრიანების სურვილი ქონია? არა და სხვათა შორის არც გამიგია არც ერთი, ანუ სექტის შესახებ როგორ არ გამიგია, მაგრამ აი ესე რომ რაღაც მე გავწევრიანდე, ან ვიღაცა სექტაში იყო და მეც ხომ არა, ეგრე აი მართლა ჩემამდე არ მოსულა ეგ ინფორმაცია. ბევრს უცდია შენს კარიერაში ხელი შეშლა? ალბათ უცდია, ხო. ფაქტია, ჩემზე არ მოქმედებს, იმიტომ რომ ჩვეულებრივად რაც მინდა რომ მქონდეს ყოველთვის ის მაქვს და ალბათ ეგრე არის, თუ რაღაც ძალიან გინდა არ არსებობს ადამიანი, რომელიც თუმცა შეიძლება დაბრკოლება შეგიქმნას. ხო, დაბრკოლება ნამდვილად კი. თუნდაც აი ენერგეტიკულ დონეზე არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც უბრალოდ ისეთ ცუდ რაღაცას გისურვებენ, რომ შენ გინდა არ გინდა რაღაც მომენტში მათი ეს ცუდი სურვილები შენთან მოდის. ეგეთები დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი ყოფილან, მაგრამ აი ესე კონკრეტულად რაღაც საქმეში ტექნიკურ ამბავში ხელი შეეშალა, არ მახსენდება. ცხოვრების ყველაზე დიდი იმედგაცრუება? არ ვიცი ნამდვილად. ესე მგონია, რომ იმედგაცრუება ზოგადად ძალიან ისეთი რაღაც ილუზიური ცნება არის რა. გააჩნია როგორ შეხედავ. ცუდი რაღაცები, ცუდი არა, მაგრამ ნუ ისეთი რაღაცები, რასაც არ ველოდებოდი, არ მეტნაკლებად ველოდებოდი, მომხდარა ნამდვილად. მაგრამ გააჩნია რა კუთხით შეხედავ ალბათ. ხა მე ისე მივიღე, როგორც გაკვეთილი მაგალითად, რომ მომავალში თუ რამეს გავაკეთებ, აი ეს რაღაც ფაქტორები, რამაც იმედი გამიცრულა, უნდა გავითვალისწინო და აღარ გავაკეთო. ან საერთოდ იმ საქმეს შევეშვა, იმიტომ რომ არა ვერ გამომდის და იმედი მიცრუდება და ალბათ გააჩნია როგორ შეხედავ. არ დაგიშვია ორჯერ ერთ და იგივე შეცდომა? გათვითცნობიერებულად ნამდვილად არა, იმიტომ რომ ძალიან ბევრს ვფიქრობ ხოლმე რაღაც თუ ისე გამოდის, როგორც არ მინდოდა რომ გამოსულიყო ან ვინმეს თუ ჩემგან რაღაც ეწყინება, ძალიან ბევრს ვფიქრობ ხოლმე როგორ შეიძლება რომ გამოვასწორო. თუ არ გამოსწორდება, უბრალოდ აი იმ სიტუაციას ან საერთოდ ადამიანს თავს ვანებებ, რომ ანუ გიჭირს ადამიანების დაკარგვა? ვერ ვიტყოდი, ნამდვილად არ მიჭირს. არა, არ არსებობს. ბევრი დაგიკარგავს, თუნდაც მეგობარი. მეგობარი ბევრი დამიკარგავს. ზოგი ჩემი რაღაცების გამო, ზოგი იმათი რაღაცების გამო, მაგრამ არასდროს არ განვიცდი. ალბათ მე მგონია, რომ მაინც ყველაფერი რაც ხდება, უკეთესობისკენ ხდება და ჩვენ შეცვლას და კარგისკენ შეცვლას ემსახურება, თუ შენ ასე მიიღებ. თუმცა რთულია, როცა წლები გაკავშირებს და შემდეგ ურთიერთობაც ხდება. ძალიან რთულია. იმედგაცრუება გაქვს ელემენტარული. ძალიან რთულია და ორი ძალიან საუკეთესო მეგობარი დავკარგე, ზუსტად ეგრე რომ წლები უკვე სიტყვა აღარ არის იმდენი ხანი მეგობრობდით და ისეთი რაღაცები მოხდა რომ ნუ რო გაგიკვირდება რა რატომ მოხდა რომ ვერ გაიგებ მაგრამ გიღალატეს თუ რა იყო მიზეზი მე ისე მინდა რომ მომექცნენ როგორც მე ვექცევი სხვას და ისეთი რაღაცები გააკეთეს რასაც მე მათ არ გაუკეთებდი და ჩემთვის უბრალოდ არასასიამოვნო და არასაინტერესო გახდა უკვე იმ ადამიანებთან იმ სახის ურთიერთობა რა სახის ურთიერთობაც მქონდა როცა აღარ ენდობი ადამიანს როცა იმის იმედი აღარ გაქვს როდესაც აღარ ხარ დარწმუნებული უხარია შენი კარგი ან სწყინს შენი ცუდი აი ეგეთ ურთიერთობაში ალბათ არ უნდა იმეგობროთ საერთოდ და ამიტომ დანაკარგს ვერ დავარქმევ. მოდი პირდაპირ კითხავ, შენი შეშურდათ? არა მგონი, არ ვიცი. ნუ ხანდახან ხო, აი არ ვფიქრობ ხოლმე რომ საერთოდ ვიღაცას ჩემი შურს, იმიტომ რომ მართლა არასდროს არავისი არ მშურს ხოლმე. ნუ კეთილი შურით როგორ არა ეხა ვიღაცას თუ რაღაც კარგია. თუმცა კეთილი შური მგონი არ არსებობს, შურია. ხო, აი კეთილი შურით ცუდი სიტყვა. უბრალოდ აი სურვილს ნამდვილად აღმიზრავს ხოლმე ხა ვიღაცა ჩემზე მაგარი თუ არის
მინდება რომ მეც მისნაირი ვიყო, მაგრამ ის რომ სახში დავშდე და ვინერვიულო მისნაირი რატო არ ვარ, ცოტა აზრს მოკლებულია. შრომა შეგიძლია ჩადო უბრალოდ ამ ყველაფერში და იმაზე უკეთესიც გახდე და. ბუნებრივია. ჩემ შემთხვევაში აი რადგან მე ესეთი ვარ, არ ვფიქრობ ხოლმე რომ ადამიანები რომლებიც მიცნობენ რაღაც მომენტში ჩემი შურთ, მაგრამ აი ამ ბოლო დროს დავიწყე სხვათა შორის დაკვირვება და ეგეთი რაღაცები აღმოვაჩინე ნამდვილად ხო თან. ესეთი ხასიათი, აი დომინანტს ვერ დავირქმევდი, მაგრამ ხო რა ურთიერთობაში მაინც მოდომინანტო ტიპი ვარ ხოლმე ხანდახან და ეს ალბათ შინაგანად ძალიან ნერვებს უშლით, მე არ ვერ მეწინააღმდეგებიან, ვერ მეუბნებიან, რომ იცი რა შენ მოდი ესე არ მოიქცე, იმიტომ რომ ყელში ხარ და რაღაცები გროვდება ხოლმე და საბოლოოდ აიქ რო ამოვად, მე უკვე ცუდი რაღაცები ხდება. და ამ მეგობრებმა, რომლებიც დაკარგეს, შენი საიდუმლო გაიტანეს გარეთ? იცი რა, ერთი ძალიან ბავშვობაში დავკარგე, ძალიან ბავშვობის მეგობარი და ხა დარწმუნებული არ ვარ, რომ ჩემი საიდუმლო გაიტანა სადმე, მაგრამ რაღაც ეგეთი ეჭვი მქონდა და მეორე რომელიც დავკარგე თუ რაღაცა იმაკ პროცესში ვარ, არ გაუტანია და დარწმუნებული ვარ, არც გაიტანს, იმიტომ რომ იმის მიუხედავად რომ რაღაცები მოხდა, ის წლები მაინც რაც გვაკავშირებდა ერთმანეთთან, ფუჭი არ იყო, იმიტომ რომ იმ მომენტში ჩვენ კარგად გვხსნოდით ნამდვილად თავს და ძვირფასები ვიყავით ერთმანეთის და ხა აქ შორიდან ერთმანეთის ჭამა ცოტა მოგოიმო ვერსია არის რა. როგორი ადამიანია შენთვის გოიმი? ძალიან არ მიყვარს ადამიანები, რომლებსაც არ უყვართ ხოლმე განვითარება, არ უყვართ აზრის შეცვლა და არ უყვართ აი სიახლეებისთვის თვალებში ჩახედვა და არიან ისეთები, როგორებიც აი დაიბადნენ და რაღაც ინფორმაცია რაც შევიდა მათ ბავშვობიდან დაარჩა და აღარასდროს აღარ პოვებს რაღაც განვითარებას. აი ეგეთი ადამიანები უფრო უკავშირდებიან. ხან ის სიგოიმე რამდენად არის, არ ვიცი, მაგრამ ხო ალბათ დროთა განმავლობაში რაღაცები თუ არ შეცვალე შენ თავში, ჩამორჩენილიც ხდები და აი ჩამორჩენილობა ალბათ თუ გოიმობას უკავშირდება, არ ვიცი, ესეთი ადამიანია გოიმი. მეგობრისთვის აღსარება ჩაგიბარებია? როდესაც ძალიან გიჭირს რაღაც და შენ თვითონ არ იცი როგორ მოიცი, ან უბრალოდ გინდა რომ გათავისუფლდე ამ ემოციებისგან, მეგობართან ნამდვილად მომიყოლია და მიმართავს და არა ერთხელ. მოძღვარისთვის? მოძღვარი როგორც მახსოვს, აი ძალიან ღრმა ბავშვობაში ორი დღე რაღაც მახსოვს ეგეთი რომ ეკლესიაში ვიყავი. ანუ ორი დღე არა, უფრო მეტი, მაგრამ აი თვითონ ის ფაქტი რომ უცნობი ადამიანისთვის ისეთი რაღაცები უნდა მეთქვა, რაც ჩემთვის მართლა პირადია, აი ვერ წარმომიდგენია რაღაც არ ვიცი, სხვანაირი ნდობა უნდა გამოიწვიოს ადამიანმა ჩემში, რომ იმასთან დავждე და აი გულღიად ძალიან ვესაუბრო, მარტო ანაფორა ჩემთვის არ არის სამწუხაროდ თუ სასიხარულოდ საკმარისი. მორწმუნე ხარ? მორწმუნე, კი, ქრისტიანობის და ბუდიზმის და ეს კონკრეტულად რაღაცის არა, მაგრამ რა თქმა უნდა, მჯერა რომ ვარსებობთ და მჯერა რომ ჩვენ ყველა ერთად ვართ ძალიან დიდი. იმის მწამს რომ ჩვენ ვართ ყველა ერთი განუყოფელი ძალიან დიდი ენერგია და ჩვენ ყველანი ერთად წარმოვადგენთ იმას, რასაც ვეძახით ღმერთს. როდის არის ქალია ამორალური? თვითონ როდესაც თulis რომ ამორალურია. ამორალური მე მგონი ადამიანი მაშინ ხდება, როცა აი აღარ შეუძლია რა ისეთი რაღაცები აქვს თავისთვის გაკეთებული, რაც ცუდად აგრძნობინებს, ასე ვთქვათ, თავს და რაზეც თulis რომ ვეღარ უძლებს უბრალოდ მისი ფსიქიკა ესეთ თუნდაც საქციელს, თუნდაც ფიქრს და აი ესეთი ადამიანი უკვე თავისთვის ხდება ამორალური, თორე ჩემთვის ახლა არც მაინტერესებს საერთოდ ვინმე თუ არის ამორალური. ევა გველის მსხვერპლი იყო? ევა ჩემი აზრით გველის კი არა, ინტერესების მსხვერპლი იყო და ძალიან საინტერესოდაც მოიქცა, რატომაც არა. ადამიანმა ცხოვრებაში ერთხელ ყველაფერი უნდა გასინჯოს? თუ აინტერესებს, რატომაც არა, ნამდვილად უნდა გასინჯოს. სუიციძზე გიფიქრია? არ მიფიქრია. ნუ ბავშვობაში ხა ცოტა დეპრესიულები ყველა, ნუ მეტნაკლებად რა, ეხლა რაღაც სკოლაში სისულელე პრობლემები და თუნდაც ბაღში რაღაც შეყარებული რო ყავს და რომ ვერ ეწყობა ურთიერთობა, ეგეთი რაღაცები მქონია კი, მაგრამ ნუ სუიციდამდე გახსოვს ის ბავშვობის განცდები? იმ მომენტში ვამბობდი, რომ აი მეთქი რომ ხადაობენ ბავშვებზე, რომ აი ბავშვობაში რომ შეყარებული ყავთ და უფეგ რა იყო და როგორ ნერვიულობდი, მეთქი აი ეხლა ისე განვიცდი ამ ყველაფერს, რომ როგორ უნდა ვიცინო მეთქი ამ ყველაფერზე თუნდაც 20 წლის მერე თქო და ხო ნუ მოსასაცილო ვარიანტი არის, მაგრამ მაინც ხო ნუ რადგან ეგ თქვი აღარ მეცინება დიდად, იმიტომ რომ მართლა განვიცდიდი ახლა ფაქტია და სამხრივად ყვარებია? რაღაც ეგეთი ხო, ნუ ვიღაც ძალიან მიყვარდა და იმასაც უყვარდი და მე რაღაც გაურკვევლობები იყო ჩვენ ურთიერთობებში და ისე გამოვიდა რომ ცალმხრივად კი არ მიყვარდა, მაგრამ გაბრაზებული ვიყავი ხო. კრიტიკა გწყენია როდესმე? დიდად არ მეწყინა, მაგრამ ხო ცოტა გულზე მომხდა აი ამ ევროვიზიის ამბებში რომ რაღაც კრიტიკაც არ ყოფილა ხო ხდები ეს გაბრაზებული ადამიანების კაკანი ესე რომ თქვათ რომ შავი რატო ეცვა რაღაც აი მიზეზს ვერ მივხვდი, მე ვითომ სიმღერა არ მოეწონა
მე ვითომ მე-11-ზე რატო გავედით გეგონება პირველზე გავდიოდით იქამდე და რაღაც აი ზუსტად ორი ადგილით წინ ვართ ყველაზე კარგ ამბავში გასული და ეხა ეს მე-9 თუ მე-11 არც ერთი პირველი არ არის და არც მეორე არ არის, ხო ხდები და მართლა იმდენად დიდი შრომა ჩავდეთ და იმდენად დიდი სიყვარული ჩავდე იმ ყველაფერში რაც გავაკეთე და თან ისე არ ყოფილა რომ რაღაც დავჯექი ჩემთვის ჩუმად გავაკეთე რაღაცები და მე აი ეს აღმოჩნდა რა მართლა ხალხთან ძალიან შეთანხმებულად კოსტიუმზეც ყოველთვის აზრს ვკითხულობდი, სიმღერის გადაკეთებაზეც აზრს ვკითხულობდი, შოუს გაკეთებაზეც, აი იმიტომ იყო ესეთი ჩართულობა, რომ მე მინდოდა რომ ყოფილიყო, იმიტომ რომ ხალხის არჩევანი იყო, რომ მეწავსულიყავი და მე უცებ ისეთი ადამიანები გამოჩნდნენ, რომლებსაც თურმე არ მოსწონთ ეს რაღაცები და მე გადაწყვიტეს რა, რომ არ მოსწონთ, იმიტომ რომ ცუდ ხასიათზე იყო. კოლეგები იყვნენ მათ შორის ვინმე? ყველა ჩემი კოლეგა ვერ იქნება, ზოგს ისეთი გემოვნება აქვს, ხო, ეხა, არ ვიცი, არც მაინტერესებს, მაგრამ ხო, ბევრი ეგეთი ფსევდომომღერალი თუ მუსიკოსი იყო კი. კარგად იცნობ მათ? საერთოდ არ ვიცნობ და არც მაინტერესებს. არაფერი არ უპასუხე? არაფერი. არ ვიცი რა დაგიწუნოს, მაგრამ პირადად მე ძალიან მომეწონა შენი გამოსვლა. დიდი მადლობა. ჯოჯოხეთის გეშინია? არ მეშინია. რაღაც რომ მოხდება ამ ყველაფრის მერე, ხო, დარწმუნებული ვარ მაგაში. რაღაც ამ ფიზიკური სხეულით და ზუსტად ესეთი აღა ნინას უბლატი რო სადმე არ ვიბოგინებ, ძალიან დარწმუნებული ვარ მაგაში, მაგრამ რაღაც სხვა განზომილებაში რო ვიქნებით, ვიცი და არ მგონია რომ საშიში იყოს. მით უმეტეს თუ ისეთი ადამიანი არ ხარ, ვინც მართლა ძალიან ბევრს საშავებს და ძალიან დაბინძურებული აქვს თავისი მთელი არსებობა იმ ცუდი ამბებით, მით უმეტეს არ უნდა გეშინდეს. მე პირადად არ მეშინია. სიმთვრალეში ბევრი სისხლი ჩაგიდენია? არა, ძალიან დიდი ხანია აღარ ვსვამ, აღარ კი არა, ვეღარ ვსვამ, იმიტომ რომ რაღაც ცუდად ვიყავი და დამიზიან და ასე ვთქვათ ორგანოები და ჩემთვის სასმელი არის ძალიან მიუღწეველი რაღაცა და აღარც მაინტერესებს, მაგრამ აი ისეთი მთვრალიც რომ აი რაღაცები რო არ ხსოვებოდა მეორე დღეს არაფერი იყო ასეთი შემთხვევა. ხო, რაღაც ეგეთი იყო კი და მე ერთი თვე ვიხსენებდი და კიდევ კარგი აღმოჩნდა რომ ცუდი არაფერი არ მომხდარა, მაგრამ ერთხელ იყო ეგეთი რაღაცა და ისეთ ბავშვობაში რომ ნუ ძალიანაც რომ მომენტოვებინა ცუდს ვერ გავაკეთებდი. დეპრესიული პერიოდი ქონია? ქონია კი. ცოტა ხნის წინ. ნუ დეპრესიას ვერ დავარქმე, უფრო აი გარდამტეხი რაღაც ესეთი პერიოდი მქონია, რომ ცუდი რაღაცებიც ბევრი მოხდა, ემოციურადაც ძალიან გადაღლილი ვიყავი. ეს ჯანმრთელობას რომ უკავშირდებოდა ეს პერიოდი იყო? არა, ჯანმრთელობას არ უკავშირდებოდა, მაგრამ მაგ პერიოდში ხო რაღაცა ეს ჯანმრთელობის პრობლემის მაგ პერიოდში დაიწყო ესე ვთქვათ და მე განვითარდა პერიოდი იყო, უნდა მეფიქრა ამ პერიოდზე, უნდა განმესაზღვრა რა არის გამომოხდა, რა რისკენ უნდა შევცვალო და საბედნიეროდ ძალიან მარტივად არა, მაგრამ რაღაც ნუ ძალიან მძიმე ფორმებში ესე ვთქვათ არასდროს არ ყოფილა რა. ამ რთული პერიოდის გამო მეუღლესთანაც დაგეძაბა ურთიერთობა? არა. საბედნიეროდ არის გიორგის ადამიანი, რომელიც ფაქტიურად აი მე ვარ რა, ის მე არის, მე ის ვარ და ძალიან ერთი ვართ ხოლმე და ისეთ მომენტებში დამიდგა გვერდში და ისეთ მომენტებში აღმოჩნდა რომ ნამდვილად ეგ არის ვინც უნდა ყოფილიყო რომ პირიქით აი ალბათ ეგ ყველაფერი უფრო დამეხმარა რომ თავი ძალიან კარგად მეგრძნო. ადამიანის მოკლის სურვილი გაგჩენია? მოკლის არა, მაგრამ ნუ აი ძალიან მაგრად გაბრაზებული ყოფილა რა, აი საშინლად გაბრაზებული ყოფილა და ალბათ მაგის ტოლფასი იყო. ხელით შეხებაზე გიფიქრია? ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე? ვერა, იმიტომ რომ ჩემი ფიგურიდან გამომდინარე არანაირი აზრი არ აქვს, მე მგონი რომ იმას შევეხოცა და უხეშად. ოჯახში მამაკაცის სიტყვაა გადამწყვეტი? ჩემ ოჯახში არასდროს არ ქონია ეგეთ ფაქტს აზრი, მით უმეტეს რომ სამი ქალი ვიყავით ოჯახში, მე და ბებია ერთად ვცხოვრობდით და აი კაცის ჭაჭანი არ იყო ჩვენ ოჯახში კი არა, კაცის მნიშვნელობაზეა საერთოდ საუბარი, რაღაც აი ძალიან ისე ბოევიკი ქალები ვიყავით მთელი აი წლების განმავლობაში და ამიტომ ჩემთვის პირადად აი კაცი რო რამე პრიორიტეტია, საერთოდ არ არსებობს რა, ერთი რო რაღაც ძიმე აწიოს. გათხოვების შემდეგ შენთან ფლირტი ვინმეს უცდია? კი, რატო არა? ფლირტი მე მგონია რომ ყოველთვის არის და არაფერი ცუდი ამაში არ არის. ფლირტაობა თუ რაღაც ისეთ სახეს არ მიიღებს, როგორი სახეც არ გინდა რომ მიიღოს, ძალიან ნორმებში არის რა, ეხა ძალიან თითქმის მე-4 წელია ერთად ვართ მე და გიორგი და ძალიან დარწმუნებული ვარ რომ იმასაც ეფლირტავებიან და მეც ვიღაცები მეფლირტავებიან, ეხა არც ერთი არ ვართ ესეთი ტიპი რომ დიდად ვიღაცები გვაინტერესებდეს და ძალიან იშვიათად რომ ვინმე მართლა აი ძალიან მაგრად მომეწონოს რომ რაღაც ურთიერთობა იმას გაუპა, მაგრამ რაღაცა იმ ძალიან მსუბუქ ხასიათში ალბათ უნდა იყოს კიდეც რა, რატომაც არა. ლამაზ ადამიანს თუ ხედავ საინტერესო ადამიანს, სასიყვარულო ფლირტს და რაღაც სექსუალურ ფლირტს არ გულისხმობ. რაღაც აი
მომხიბლაობისგან გამოწვეულ ფლირტს გულისხმობ. ეგეთები უნდა იყოს კიდესაც ძალიან ოკეი არის ჩემთვის. სიზმარი არ ხდენია? ყოველთვის მეხდება სიზმრები კი არა, დღეები მაქვს, როცა ვიცი, რომ ის სიზმარი ხდება უეჭველად და იმ დღეებში ძალიან დაკვირვებულად მძინავ, ძილშიც ვიღვიძებ, უბრალოდ სიზმარშიც ვიღვიძებ ხოლმე, მოგზაურობ ცოტას და სიზმრები ძალიან მეგობრულები არიან ჩემთვის. დამე სიზმრა ერთ-ერთი ჩემი ახლობლის სიკვდილი არა, მაგრამ ხო რაღაც ცუდი რო შემთხვევა, ეგეთი დამე სიზმრა და მე რაღაც პერიოდის მერე მართლა მოხდა ეგეთი რაღაცა და ძალიან რაღაც შოკი იყო. ნარკოტიკი სექსზე მეტად სასიამოვნოა? სექს გააჩნია ხო, ახლა ზოგთან სექსზე სასიამოვნო აუცილებლად იქნება ხო. შენ ამ როგორ შემთხვევაში კარგ ნარკოტიკს და კარგ სექსს გულისხმობ. ამ შემთხვევაში ალბათ განწყობას გააჩნია. ნარკოტიკით ისეთი რაღაცები შეიძლება შეიგრძნო, ესე ვთქვათ, რომლებიც სექსში არ ამგონია მაინც და მაინც რომ მოიპოვო და ახლა ნარკოტიკი მაინც და მაინც კონკრეტულად რო სიამოვნებაა, ჩემთვის ეგრე არ არის, მაგრამ რაღაც ნარკოტიკები არის, რომელიც ძალიან ინფორმაციულია ჩემი აზრით და ვერც შეედრება სექსს რა, ვერასდროს რა, ეგეთი ინფორმაცია რო სექსით მიიღო, რა ვიცი, რანაირად არ ვიცი. ალბათ რომლის ხასიათზეც ხარ, ის ასწორებს. სექსში კანონები არსებობს? არა, ჩემთვის კანონები ისე არის, სოფლიოში არ არსებობს ახლა და სექსში მით უმეტეს. რატო რა კანონმა უნდა იარსებოს, ვერც ხვდები რა, კაციზებიდან, ქალქვევიდან თუ ან არ ვიცი. ინტიმურ ადგილას ტატუ გააქვს? არა. მამაკაცის გამო გიტირია? სამწუხაროდ კი. როდის იყო ეს? ეს იყო დიდი ხნის წინ. როცა პირველი სიყვარული მოვიდა? პირველის მე მეორეზეც მიტირია კი ბატონო არ არის, ნუ ცოტა მიტირია. ოღონდ უფრო მეტად აი ნერვების მოშლისგან, აი ესე რეგული დამწყდა და დავდექი და ვიტირე, ეგრე არა. აი ეგეთი ამბები უფრო პირველი სიყვარული, ნუ პირველ სიყვარულს არ ვეძახი, იმიტომ რომ რაღაც აბსურდი იყო ყველანაირი გაგებით, ზოგადად ის ადამიანი არის აბსურდი, რომელთანაც ურთიერთობა მქონდა, მაგრამ დიდი ხანი გაგრძელდა? სამწუხაროდ ხო რაღაც 3 წელი თუ არ ვწდები და რატომ მქონდა აი ან მაგისტრის დრო ან ნერვი ან აი რაღაც ბავშვური ძალიან ისეთი თინეიჯერული ამოკვიატება მქონდა, ოღონდ ძალიან ამოკვიატება და ნერვები მომშლია ნამდვილად მაგაზე კი და მიტირია. მეორე ასე არ გინანია, მეორე სიყვარული. მეორე სიყვარული უფრო მეტად გააზრებული იყო, იმიტომ რომ ესეთი პატარა აღარ ვიყავი, როგორც აი წინა ამბავში ვიყავი, უფრო მეტად ვფიქრობდი ამ ყველაფერზე, უფრო სხვანაირი ფორმა ჰქონდა და ადამიანიც ვისთანაც ვიყავი, სხვანაირი იყო და უკვე მეც სხვანაირი ვიყავი, ამიტომ აი რაღაც ეგეთი შემთხვევები ნამდვილად არ ყოფილა. ქმარის შეგნებულად გიეჭვიანებია? უი არა. რატომ უნდა ვაეჭვიანო, ეგეც მაგასაც ვერ ხვდები. მე მგონია, რომ ისეთი ადამიანები ვართ ორივე, რომ აი ეს რაღაც საიდუმლოს ნაპერწკალი, რომელიც ადამიანს უფრო მისტიურს და მიმზიდველს ხდის, ჩვენ შორის ყოველთვის არის და ის გარე ფაქტორების შეშველება არ გვჭირდება. ნუ არ დაგჭირებია ყოველ შემთხვევაში, რომ რაღაც უფრო მიმზიდველი გახდა, იმიტომ რომ ვიღაცებს მოსწონ ხარ, ეხა ნუ ისედაც იცის, რომ ვიღაცებს მოუწონ ვარ და მეც ვიცი, რომ ისიც მოსწონთ ეხა და მაგის რაღაც გაბუქება არ არის საჭირო. ცოლქრობა, მომაბეზრებელი მოვალეობაა? თუ როგორც მოვალეობას ისე შეხედავ, აუცილებლად იქნება კი. მე მაგალითად გამიმართლა, რომ ისეთი ურთიერთობა მაქვს თითქოს აი ეხლა დავიწყეთ ურთიერთობა და თითქოს როგორც აი რაღაც შეყვარებულობის პერიოდში რო არიან ხოლმე ადამიანები, რომ ძალიან მაგრამ უხარიათ ერთმანეთის დანახვა, ერთად დროის გატარება, იმიტომ რომ რაღაც თითქოს სულ ერთად ხო ვერ არიან, მაინც ისე გამოდის, რომ დიდ დროს ერთად ვერ ატარებენ და რო ნახულობენ რაღაც ეიფორია არის ხოლმე. ჩვენ შორის ეგეთი ეიფორია არის ყოველთვის და რომ მიწევს ხოლმე იმის ხსენება, რომ აი ქმარი არის, ან იმას რო უწევს, რომ აი ცოლი არის ნინა ჩემი, ცოტა რა რაღაც ესე ვარ ხოლმე, ვერ რაღაც თვითონ ესეც ხელი რომ მოვაწერეთ, იმდენად მოულოდნელი იყო და იმდენად იმპულსური რაღაც იყო, რომ არ გვიფიქრია ნამდვილად რა აი რაღაც რომ მოვალეობები გვაქვს თუ რაღაც ეგეთი არ ყოფილა. უბრალოდ ერთად ვცხოვრობთ, ძალიან გვსიამოვნებს ერთად ყოფნა და აი ამით შემოვიფარგლებით და მოვალეობას როცა იღებ უკვე შენ თავზე რომ ვალდებული ხარ რომ რაღაც გააკეთო, ალბათ უკვე არასწორია რა, გინა ერთ საბუთზე ქონდეს მოწეული ხელი და გინა 100-ზე. შენს და გიორგის შორის ვინმე ჩამდგარა? არა, შენივე თავი თუ ჩადგება ალბათ ამ ურთიერთობის მესამე პირს გულისხმობ ამ შემთხვევაში? არა, ნამდვილად არა. გაბუტული ყოფილ ხარ მეუღლესთან? ძალიან ცოტა ხნით კი, იმიტომ რომ არ შემიძლია დიდად გაბრაზება. თუ ისე ძალიან გამაბრაზე რომ რაღაც ძალიან გაუბრაზდი და აღარ ჩემ საზომში ვეღარ ეტევა და ვეღარ იზომება, დაგანებებ ხო თავს, იმიტომ რომ რატო უნდა ვიტანჯოთ ორია, მაგრამ ეს 5 წუთიანი გაბუტები მაქსიმუმია ხოლმე, ნუ მივლის რა, ვეღარ
ხო არის ხოლმე რომ არ გივლის და მე არის რომ მოვრჩები და აი ბოლო სიტყვას რო ვიტყვი ჩვეულებრივად ვარ იმის მერე და ვერ ვიყუტები. შავი კაბით გათხოვება პროტესტი იყო? არა, უბრალოდ ეგეთი გარდერობი მაქვს და სხვა ვერაფერი ვერ ჩავიცი. მუქია სამნისფერი ტოპი მეცო, მაგრამ ეგეც რაღაც მოშავო იყო, რაღაც ეგრე გამოვიდა. როცა ღალატობენ აღარ უყვართ? ალბათ არა. მე მგონია რომ თვითონ ღალატი უკვე არის არასწორად დაწყებული ურთიერთობა. არ არსებობს რომ მე და შენ ერთმანეთი ძალიან მაგრა გვიყვარდეს და უცებ ჭკუა იმდენად დავკარგო რომ საერთოდ დამავიწყდე, არანაირად აღარ არსებობდა ჩემთვის და დავდგე და გიღალატო. ესე იგი არასწორად დავიწყეთ ურთიერთობა, ესე იგი ჩვენ შორის ის არ ხდებოდა თავიდანვე, რაც არ ვიცი, ერთგულებს გაგვხდი და ერთმანეთის მიმართ და აღარ გიყვარს კი არა, არც გიყვარდა პრინციპში ეგრე გამოდის. როცა ადამიანი ძალიან გიყვარს, იმას ალბათ გულს არ ატკენ. ჩვენთვის უღალატიათ? ბავშვობაში კი. რეაქცია არ ქონდა თუ ქონდა? შევშფოთდი ნამდვილად კი, ძალიან შევშფოთდი, იმიტომ რომ თვითონ ვერ ვხვდები აი ღალატის ფორმას, რამე თუ აღარ მინდა შენთან ყოფნა, რატო არ უნდა გითხრად, რატო არ უნდა გაგაგებინო, ცოტა გაუგებარია, გეტყვი და აღარ გატკენ ხო გულს ღალატით და ჩვეულებრივი ისეთი ფორმა ექნება, რომ რა ვიცი, არავისთვის საწყენი აღარ იქნება ორ ადამიანს, როცა ერთმანეთთან ურთიერთობა აღარ აქვს, ახლა მე იქ ვისთან ასვიზა, უკვე შენი პრობლემა აღარ არის, არც ჩემი. ღმერთი სად არის? ჩვენში, აი ეს მასა და ენერგია ჩემთვის ღმერთი. მეც ღმერთი ვარ ჩემთვის და შენც ღმერთი, აი ყველა რაღაც ნაწილი ვართ ღმერთის. ფულის სანაცვლოდ ქორწილში იმღერებდი? არა. ჯერ ერთი ქორწილში საერთოდ არ დავდივარ. ბავშვობაში ვიყავი ძალით ერთხელ წასული, თუ ორჯერ ვერ ვიხსენებ და არც დაბადების დღეებზე არ დავდივარ, სხვათა შორის აი ძალიან ახლობლის დაბადების არ მიყვარს, არ ვიცი. ნუ ისე დაბადების დღეს არ გულისხმობ, ძალიან ახლობლები რო არიან და ჩვეულებრივად მეგობრების შეკრებასავით რო არის, ეგეთ დაბადების დღეს არ გულს, აი кейფის ფორმა რო აქვს და აი ტაშფანურის არ მსიამოვნებს და ვერ ვერთობ. არ გადაგიხდია არასოდეს დაბადების დღე? ძალიან ვიწრო წრეში გადამიხდია, კი, ძალიან ვიწრო წრეში, მაგრამ აი ამ ბოლო დროს 1-3-4 წელი არც მაგას არ ვიხდი, იმიტომ რომ არ ვარ მაგ განწყობაზე, არც ჩემ დაბადების დღეზე და არც ხვის დაბადების დღეზე და რატო უნდა მოუშხამო ვინმეს ხასიათი ჩემი ყოფნით ვერ ხვდები და მით უმეტეს რომ იქ მივიდე და ვიმღერო, ნუ არ არსებობს. აი ძალიან მეგობრის ქორწილში ვიმღერებ, ოღონდ რა თქმა უნდა ფულის სანაცვლოდ არა. ქორწილზე აღარც გეკითხები, არც ხდომებია გადახდა. არავითარ შემთხვევაში. ნუ ძალიან მე როგორ ბევრი წელი რო გავა და იმედია ძალიან დიდი იმედი მაქვს და სურვილი მაქვს რომ ძალიან ბევრი წელი გავიდეს იმ ადამიანთან ერთად რომელთანაც ვარ. მე შეიძლება ის სიმბოლურად ავღოთ ისიც ძალიან ახლო წრეში ოდნავ გაპრანჭულ ფორმებში მოხდეს, მაგრამ ეხლა ნამდვილად არა. რა თანხად იმღერებდი ფანოხს? არაფრად. აი თანხაზე არ არსებობს ასეთი თანხა? არა, მართლა არ არსებობს. იცი რა, ჩემთვის მაინც აი ჩემი საქმე ასოცირდება სიამოვნებასთან რა და აი ესე ვარ ხოლმე, იმ დღეს ვიძახდი, რომ რაღაც ისეთ ადგილას რომ ვიმღერებ ხოლმე, რომელიც დიდად არ გამისწორდა, არ მინდა რომ საერთოდ ჰონორარი ავიღო ხოლმე, იმიტომ რომ რაღაც ის არის აკრძალული ფულივით არის და ისეთ ადგილას რომ ვიმღერებ ხოლმე, სადაც მაგრად გამისწორდა, ის ფული ძალიან უმნიშვნელო ხდება ხოლმე, თუ გინდა გადამიხადე, თუ გინდა არ, ნუ გიჩვენებ ახლა თუ არ გადამიხდი, მაგრამ მაინც დიდი აი ეს რაღაც არ აქვს ხოლმე მნიშვნელობა რა და შესაბამისად აი იმდენად სიამოვნებასთან ასოცირდება, რომ ფანოღი ჩემში საშინელებას იწვევს რა, აი ვერ და თუ ვიმღერებ, ალბათ ყველას ეცოდინება, რომ ამაში ძალიან ბევრი ფული ავიღე და ფულის გამო გავაკეთე და იცინეთ ხალხო თქო ვეტყვი. დღეს რამდენი პროცენტი იყო რეალური ნინა? აი არ მაქვს რაღაც ნიღაბი, რომელსაც ვიფარებ ხოლმე სადღაც რომ მივდივარ და იქ ისეთი ვარ, აქ ესეთი ვარ, სახში სხვანაირი ვარ. ალბათ აი რა ემოციებსაც იწვევს ადამიანი ჩემში, კონკრეტულად აი ჟურნალისტი, რომელიც კითხვებს მისვამს, მაგალითად იმის მიხედვით არის ჩემი პასუხებიც. შენ ჩემთვის მაგალითად ძალიან კომფორტული ადამიანი იყავი ყოველთვის და ეხლა ესეთი სახის ვიხდი, რომ პირველად